გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილი, ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებ თავისმოვლის საშუალებებზე, კონკრეტულად როგორ უნდა ავარჩიოთ სუფთა კრემი. ჩემი სტუმარია გვანცა სალაყაია. გვანცა როგორ ხარ? კარგად თაკო თავად. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემ პოდკასტში. მე შეგნებულად არ მოვიწვიე დღეს დერმატოლოგი, რადგან შენ აკეთებ პრემიუმ ხაზის თავისმოვლის საშუალებებს, კონკრეტულად სუფთა კრემს, ასევე თანამშრომლობ მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან. იცი შიდა სამზარეულო და რაც თავარია მარკეტინგული ხრიკები, რაც ესე ყველასთვის ცნობილი არ არის. ნამდვილად ესე. მოდი მოგვიყევი, როგორ მოხვდი საერთოდ ამ სფეროში. დავიწყებ იმით, რომ ჩემი პირველადი პროფესია საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თავისმოვლის საშუალებების ინდუსტრიასთან. ვარ პროფესიით, პირველადი პროფესიით იურისტი, შემდეგ ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, შემდეგ პარსონის დიზაინის სკოლის მოსწავლე და ერთი პერიოდი ვიყავი ამ საქმიანობით დიზაინის სფეროშიც, თუმცა დღემდე ვერ ველევი ამ სფეროს, იმდენად მიყვარს და ბოლოს აღმოჩნდი ამ ინდუსტრიაში და ეს ყველაფერი ვერ ვიტყვი რომ იყო შემთხვევით, იმიტომ რომ 2008 წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომიწია აბსოლუტურად შეცვლა ჩემი ცხოვრების რუტინის, აი ერთშვენიერ დღეს უნდა მქონდა ისეთი დიაგნოზი, რომ უნდა შემეცვალა და გამხდარიყავი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი, რაც იმ პერიოდისთვის იყო ცოტა ისეთი უკვე სასაცილო, იმიტომ რომ არავინ ამ ცხოვრებით არ ცხოვრობდა. შაქრის ამოღება, სწორი ინგრედიენტები და მათ შორის დავინტერესდი, ასე ვთქვათ, თავისმოვლის საშუალებების საცხების ინგრედიენტებშიც, რომ მინდოდა ყოფილიყოს სწორი ინგრედიენტები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მარტო საქართველოში არა, ზოგადად მსოფლიო ბაზარზე, მაშინ არ იყო ეს, ასე ვთქვათ, სუფთა თავისმოვლის საშუალებების ბრენდები ესე პოპულარული და არც ალბათ ისე ჩამოსათვლელი იყო და ძალიან გამიჭირდა რამოდენიმე იყო ბაზარზე, თუმცა იყო და შესაბამისად აი მას მერე მოყოლებული ყოველთვის ვცდილობდი რომ ამ ინგრედიენტებში არა მხოლოდ მის დონეზე, წაკითხვის დონეზე, არამედ სიღრმისეულად გამეგო რა არისთვის იყო, რატო იყო, რას აკეთებდა და ასე ვთქვათ წლების მანძილზე დამიგროვდა ეს ცოდნა გამოცდილება უკვე 2022 წლიდან, როდესაც უკვე ეს Sense of brand-ი შევქმნით, მაშინ უკვე მქონდა საკმაოდ ცოდნა, თუმცა არა ლაბორატორიაში, ასე ვთქვათ თეორიული, რა თქმა უნდა, შემდეგ გავიარე კურსებიც, უფრო სიღრმისეულად რომ ესწავლა თვითონ ფორმულაციის პროცესებიც და დავიწყეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ძალიან დიდ წამყვან ლაბორატორიასთან მუშაობა, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენ პროდუქციას ვაწარმოებთ და პირველი რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო ჩვენი მხრიდან, რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად სუფთა პროდუქცია და ეფექტური, რაც ვერ ვიტყვი, რომ ბევრია პრემიუმ ხაზის ბრენდები მარკეტზე ესეთი პროფილით. მოდი მოგვიყევი ხა რამდენი ტიპის კანი არსებობს და აი როგორ მოვლას საჭიროებს თითოეული მათგანი. კანის ტიპები არსებობს, რა თქმა უნდა, მშრალი, არსებობს ნორმალური, რომელიც არის უფრო მარტივი მოსავლელი ხოლმე, არსებობს ასევე ცხიმიანი, შერეული ტიპის, როცა ტეზონა არის უფრო ცხიმიანი და ლოყების ტერიტორია შედარებით გამომშრალი და არსებობს გრძნობიარე, თუმცა გრძნობიარე ტიპის კანი შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე როგორც ცხიმიანი, კი, რა თქმა უნდა. და დღევანდელ დღეს ასევე კომბინირებული, იცით რა არის, უკვე იმდენად ხშირია გრძნობიარე კანის დიაგნოზი მომხმარებლებში, არიან მომხმარებლები და ხალხი, ვისაც არანაირად არ აწუხებდა ეს გრძნობელობა, ეხლა უფრო განუვითარდათ ბევრ პროდუქტზე და ასევე მე მაგას იმასაც დავაბრალებდი, რომ იმდენი პროდუქტია მარკეტზე და უკვე ყველაფრის გამოცდა და ყველაფრის მოსინჯვა რო გვინდა, კანს ვაღიზიანებთ ზედმეტი თავისმოვლის საშუალებაა რომ გავითვალისწინოთ. ეს არის ასე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი, რაც უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ არ შეიძლება ყველაფერი დავიდოთ სახეზე. რა საინტერესო. არ შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი შეფუთვა, შეიძლება იყოს ძალიან კარგი ეს თავისმოვლის საშუალება საცხი კონკრეტული ადამიანისთვის, მაგრამ
შენი ტიპის კანისთვის იყოს მიუღებელი. ან რო იციან თვით, ასე ვთქვათ, მკურნალობა, რას გულისხმობ ხო, როცა გამონაყარი აწუხებთ, ან ქაღიზიანება, მოდი ეს წაისვიან, მოდი ამას ვსინჯავ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ ჯობია რომ შინაგანად მივხედოთ ამ პრობლემას, ხო, როდესაც კანის რაღაც ესეთი პრობლემაა და შემდეგ უკვე გარეგანი საცხი შევარჩიოთ. გასაგებია. რა უნდა გავითვალისწინოთ საცხის არჩევისას? მოდი გამოვყოთ სხეული, ცალკე ვისაუბროთ და სახეზე ცალკე. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, რაც აუცილებელია იყოს სუფთა, რას გულისხმობ სუფთაში, რომ არ კონდეს ტოქსიკური ქიმიური ინგრედიენტები. დღესდღეობით არის იმდენი საშუალება და ასე ვთქვათ დამაბნეველი და უკვე ინდუსტრიაშიც ისწავლებს ბრენდებმა თავის აბლა ამ ინგრედიენტების ასე ვთქვათ შეფუთვის და დაფარვის, ისე რომ მომხმარებელს ეგონოს, რომ სუფთა პროდუქტს ხმარობს, მაგრამ რეალურად ის არ არის სუფთა, იმიტომ რომ იმალებოდეს იმ სხვა ინგრედიენტებში ეს პატარ-პატარა ასე ვთქვათ ტოქსიკური ინგრედიენტები, ეს პირველი, რაც უნდა ნაბშებად მივიღოთ მხედველობაში, ასევე კანის ტიპი, სეზონი, ასევე კანის მდგომარეობა თუ რაიმე კონკრეტული აწუხებს, ან გამონაყარი, ან პიგმენტაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური შერჩევა კანის საცხის დროს, რომ რაიმე უბრალოდ დატენიანება გსურს, მზის განდაცვა გსურს, რაიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარება გსურს, როგორც არის წვრილი ნაოჭი, პიგმენტაცია, გამომშრალი ან დაზიანებული ბარიერი, რაც უკვე შემდგომში მე უფრო დაწვრილმანების შემდეგ ვიწყებთ არჩევას ინგრედიენტების მიხედვით. გვჭირდება პეპტიდები, გვჭირდება ბარიერის აღმდგენი კერამიდები, გვჭირდება უფრო ღრმა დატენიანება, ჰიალურონის მჟავი და აქერცვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ყველას უფრო მეტად აწუხებს ან პიგმენტაცია, ან არაერთგვაროვანი სახის კანი, რასაც იწვევს ხოლმე არასწორი ექსფოლიაცია. პირველ რიგში კანის, ან მნიშვნელოვანი ამ დროს ვიხმაროთ ხოლმე კანის სუბუქი ამქერცლი პროდუქტები, შემადგენელი ინგრედიენტების მქონე შრატები და ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ თავარი არის ის, რომ იყოს სუფთა და ეფექტური. რაც აი ვიტყოდი, ცოტა კონტროვერსიულია, მაგრამ ბრენდები ხშირ შემთხვევაში დაიტანენ თვითონ ამ შეფუთვის კოლოფზე ან ბოთლზე ინგრედიენტებს, რომლებიც შეიძლება იყოს ისეთი მინიმალური რაოდენობის, რაც არანაირ შედეგს არ მოგცემს, მაგრამ მარკეტინგული ხრიკია, რომ რაღაცა კონკრეტული ინგრედიენტი იმ კონკრეტულ მომენტში არის ძალიან, ასე ვთქვათ, პოპულარული, ერთი პერიოდი იყო ნიაცინამიდი, ახლა პეპტიდებია. შეიძლება ეწეროს პეპტიდების კრემი, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მაშინ იმდენად მცირე რაოდენობით იყოს რომელიმე კონკრეტული პეპტიდი ან ინგრედიენტი, რომ ის შედეგს არ მოგცემს. ასე რომ ეს არის ასევე გასათვალისწინებელი. რთულია, ხო? ძალიან რთული და დამაბნეველია მომხმარებლისთვის, როდესაც შედიხარ მაღაზიაში და ამხელ არჩევანია. ყველა პროდუქტი არის შეფუთული გასაყიდად ბრჭყალებში იგულისხმება, რომ კარგი წარწერით კანის გამამკვრივებელი სახის ამწევი, ხო, რაც ცოტა ისეთი თემაა. ლიფტინგი. ხო, რაც იცით რა არის? ლიფტინგს აკეთებს ცოტა ეს ძალიან უკვე ესეთი ბიოლოგიური მომენტია, ხო? ლიფტინგი კანის ხდება, როდესაც კუნთია მკვრივი, როდესაც ცხიმოვანი შრეები არის თავის ადგილზე, ხო? უკვე ჩამოშვებულ, მოდუნებულ კუნთს ან ასაკისგან ატროფირებულს არაფერი აღარ შველის, ამას ლიფტინგს ვერ გააკეთებს. დროებითი ეფექტია კანზე, რა თქმა უნდა, გადაჭიმვის, ან როცა კარგად არის დატენიანებული და შესაბამისად ივსება უჯრედები, კანი უფრო სუყეთ და გამოიყურება აწეული ეფექტით, ლიფტინგის ეფექტით, მაგრამ ესეც არის ხოლმე რაღაც ისეთი ხვრელი, სადაც რო ჩადიხარ, დაიკარგები, რომ მიხვდე, გაარჩიო, რომელია ნამდვილად კარგი, რომელია ნამდვილად ცუდი. ხო და დაგვეხმარე ახლა ამის გარჩევაში. ვთქვათ, აი ის ინგრედიენტები, რომელიც ახსენე, რომ ვთქვათ, შეიძლება ქიმიური ეწეროს, ან საერთოდ არ ეწეროს, ან პირიქით კარგი ეწეროს, მაგრამ რაოდენობას ვერ მივხვდეთ და ამის სხერპლი გავხდეთ. როგორ ხდება ეს? პირველ რიგში უნდა ყოველთვის ვეცადოთ ხოლმე, რომ კრემი იყოს თავისუფალი ფტალატებისგან, პარაფინებისგან, და ესეთი პრეზერვატივებისგან, რომლებიც იწვევს ენდოკრინოლოგიურ ან
არღვევებს და და ასევე არის კარცინოგენული, რაც დამტკიცებულია ხოლმე კვლევებით. ნუ ეს როგორ ხდება? ხო, ეს ინგრედიენტები, აი პარაფინი, თუნდაც ფტალატები, ეს ფტალატებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება არ ეწეროს პირდაპირ ფტალატი პროდუქტს, მაგრამ ეს ფტალატები არის სუნამოში, პარფიუმში. ამიტომ სახის საცხები უმჯობესია შევარჩიოთ სუნამოს გარეშე, ანუ რომელსაც აწერია fragrance free, იმიტომ რომ ამ ფრაგრანსში თუ მასზე მითითებული არ არის რომ ეს სუნამო არის ფტალატების გარეშე, ანუ ფტალატ free, მაშინ შეიძლება მასში იყოს ფტალატები, ხო, რომელიც არის ასევე ენდოკრინოლოგიური ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევი ინგრედიენტი. ბევრი ეს ინგრედიენტი რას ახდენს, იცით, ესტროგენის ესტროგენის ებმის, როგორც ანუ ეთავსება კარგად და ახდენს მისი ასე ვთქვათ პრეკურსორის გააქტიურებას, ხო, რაც მერე უჯრედების ზრდას იწვევს ამ თვითონ და რა ფორმით გაიზრდება, არავინ არ ვიცით, ხო? ეს შეიძლება იყოს ცუდი ფორმით ზრდა უჯრედის და წარმოქმნა სიმსივნური უჯრედი, ან გააქტიურებას მოკლედ რა ვთქვათ. შესაბამისად, მაგას ვაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში და არის ბევრი და ასევე არის პრეზერვატივები, ანუ პრეზერვატივი რა არის, ხო? რაც იცავს ფორმულას, რომ არ გაუჩნდეს მას მიკრობები, არ გაუჩნდეს სოკო, არ გაუჩნდეს ნადები და ობი და ასე შემდეგ, როდესაც ის თაროზე დევს გასაყიდად ან თუნდაც სახლში. და ეს ყველაფერი არის რატო ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს PEG, ანუ PEG როცა აწერია, ან PPG კრემის შემადგენლობაში, ეს უნდა ვეცადოთ რომ არ იყოს ინგრედიენტების სიაში და იყოს ბუნებრივი პრეზერვატივებით დამზადებული. ეხლა შინ შემთხვევაში მომხმარებელი შედის აფთიაქში და ყიდულობს საფთიაქო კრემებს, ფიქრობენ რომ ეს არის სუფთა, რაც არ არის სწორი. ეს უბრალოდ აფთიაქი არის გასაყიდი პუნქტი და არ ნიშნავს რომ აფთიაქში პროდუქტი არის სუფთა ავტომატურად. ხშირად შევდივართ შეცდომაში და იყო ერთ-ერთი ჩემი კითხვა ეს, რომ არ ნიშნავს აპრიორი ანუ საფთიაქო კრემი სუფთას. არანაირად არ ნიშნავს, მეცაც გეტყვით, La Roche-Posay, რომელიც ძალიან ცნობილი, ძალიან კარგი ბრენდია, კონკრეტულად გზნობია რეკანისთვის, მასაც აქვს, ხშირად იყენებენ ფორმულებში PEG-ს, ანუ პრეზერვატივებს, რომლებიც არ არის სუფთა, ასევე მათ მზისგან დამცავები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც აკრძალულია და კარცინოგენულია და შესაბამისად არ არის სუფთა. იცით რა არის, ხშირად აწერია ხოლმე safe, ანუ რაც ნიშნავს უსაფრთხოს, უსაფრთხო არ ნიშნავს სუფთას. აბსოლუტურად განსხვავებული. მაგრამ აი რას ნიშნავს უსაფრთხო ამ შემთხვევაში? იცით რა, უსაფრთხო ნიშნავს, როდესაც ესე იგი მას ამოწმებენ, ანუ გავლილი აქვს ლაბორატორიებში, ესე იგი ამ ყველა პროდუქტს, ცალკეულ პროდუქტს, რომ უსაფრთხო არის, ესე იგი, თქვათ, ან თვალში მოხვედრის დროს, ან გადაყოფის შემთხვევაში, ან კანზე, როდესაც არ აღწევს ზედმეტად, ანუ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას არ იწევს, მაგრამ ეს კარცინოგენული ნივთიერებები, რაც კრემებში შედის, ზოგს აქვს აკუმულირებადი ხასიათი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ რო იხმარ ერთხელ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაც დაგემართება მეორე დღეს, ხო? გრძელვადაზეა, რა თქმა უნდა, ხშირი გამოყენება ესეთი მზისგან დამცავი საშუალების ან თუნდაც კრემის, ხო, აკუმულირებად შედეგს იწვევს, როგორც რუჯი. რო გგონია, რომ ერთხელ გარუჯვა, არაფერი არ არის, ის გადადის და მერე უბრუნდება კანის ომდგომრობას, ესე არ არის. მოდი ვისაუბროთ ამაზე. ვიცი, რომ რუჯი ნიშნავს კანის დაზიანებას უკვე. ხო, და მოგვეყევი დეტალურად. ეს არის ხოლმე, რომ ორად იყოფა ხშირად აზრი, რომ ფიქრობენ, რომ იცით რა არის, ცოტა ხანი ან ჯანსაღია, მზის სხივისგან D ვიტამინს იღებ, ამას აკეთებ, იმას არ არის, არც არანაირი სახის რუჯი არ არის ჯანსაღი. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ეს ჩემი აზრი არ არის, ეს არის დამტკიცებული უამრავი კვლევის და მეცნიერების მიერ, ეს არის ფაქტი და აბსოლუტურად აუცილებელია 80% კანის დაბერებას იწვევს მზისგან მიღებული დასხივება სამწუხაროდ და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი ფაქტორი, ცხოვრების სტილი, კანის მოვლა და ასე შემდეგ. ეს და ან ხალხს გონია, რომ იცით რა, თუ არ დაიწვევი და ესე ვთქვათ, ოდნავ შეიფერები, ეს ჯანსაღი რუჯი. არა არ არის აუცილებელი დამწრობა მიიღო, რომ იფიქრო, რომ ეხა კანის კიბო შეიძლება გამოიწვიოს. ჯანსაღ და უსაფრთხო რუჯსაც შეუძლია იგივე შედეგი მიგაღებინოს, როგორც დამწრობით შედეგად მიღებულ რუჯს. ანუ ესე იგი უსაფრთხო რუჯი არ არსებობს. ის რომ ვთქვათ, ქოლგის ქვეშ დაწვე, დამცავი წაისვა და გაირუჯო, მაინც არის კანის დაზიანება. რამდენადაც მოგწონს გარუჯვა, ლამაზია და ძალიან
ასე ვთქვათ, ჯანსაღად გამოიყურება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გარუჯვა. ნუ თუ ვფიქრობთ სიჯანსაღეზე და გრძელვადიანად კანის არა მხოლოდ კანის ჯანმრთელობაზე, ხო, ეს პირდაპირ კავშირშია უკვე ჯანმრთელობასთან, ამიტომ არ შეიძლება. გვანცა მოდი დაუბრუნდეთ აი ტოქსიკურ ნივთიერებებს, კიდევ უფრო კარგად რომ ჩავშალოთ და აგვიხსნა, რას უნდა ვერიდოთ. ნუ ყველაზე მეტად გამოვყოფთ, იმდენად დამაბნეველია და ისეთი სახელწოდებები აქვს, რომ ძალიან რთულია მომხმარებელი შევიდეს მარკეტში და ყოფილი დაიმახსოვროს და იცოდეს რომელი ინგრედიენტი რა არის, ხო? ოქსიბენზონს გამოვყოფდი, ავებენზონს გამოვყოფდი, ჰომოსალატს გამოვყოფდი, ოქტოკრილინგს გამოვყოფდი და ასევე გამოვყოფდი ოქტინოქსატს. და რატომ? ეს ყველა ინგრედიენტი ხშირ შემთხვევაში უმეტესად ესენი არის, ეხლა ეს ცალკე დავაჯგუფოთ, ესენი არის ინგრედიენტები, რომლებიც გვხვდება ხოლმე მზისგან დამცავ საშუალებებში. ამიტომ ჯობია, რომ საერთოდ არ ფიგურირდეს, როგორც არის ჰომოსალატი 0.5%-მდე დასაშვებია 2025 წლის ევროკავშირის რეგულაციების თანახმად 0.5%-მდე უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ რა არის იცით აქ პრობლემა ხოლმე, რომ ეს ჰომოსალატი შეიძლება გარდაიქმნეს მერე ბენზინის ტიპის სხვა, წარმონაქმნში, როგორც შეიძლება მზისგან დამცავი ბოთლი დავდოთ დიდი ხნის მანძილზე სითბოში ან მზეზე, ან რაღაც მომენტში ვადა გაუვიდეს და ისე ვიხმარო, შეიძლება მან შეიცვალოს ფორმა და კიდევ უფრო მეტად ტოქსიური ნივთიერებად გადაიქცეს. ამიტომ ვადა არის მნიშვნელოვანი. იცით რა, შენახვის ფორმულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აუცილებლად, როგორ არის ფორმულირებადი და რასთან არის ხოლმე ფორმულირებადი და შესაბამისად ეს ჰომოსალატი არის ინგრედიენტი, რომელიც აი დიდხანს, როდესაც მზეზე დაიდება ან გადახურდება, არის უკვე ტოქსიკური, უფრო მეტად, კი ბატონო. და გამოვყოფდი, ცალკე უკვე კრემებში, რაც არის, როგორც გითხარით, ეს პრეზერვატივები, საცხის შემნახველი, ფორმულის შემნახველი ინგრედიენტები, რომ იყოს აუცილებლად სუფთა და კიდევ ვიტყოდი, თქვით, ფტალატებზე, ხო, რაც არის სუნამოებშიც. კი. და ეხლა ცნობილია, რომ ეს სუნამოს დასხმა საერთოდ არ არის. იცით რა არის, უკვე ეს ტენდენციაც წამოვიდა ინდუსტრიაში, რომ არის უკვე ცალკე ბრენდები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ სუფთა სუნამოებს, clean fragrance ესე ქვია. ფტალატების გარეშე, კი. და არის აი ჩვენ ახლა ფორმულირება გვსურს ტანის მოვლის საშუალებების და თანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ სუფთა სუნამოებზე, რაც იქნება თავისუფალი ტოქსიკური ქიმიკატებისგან და ასევე ძალიან ეხმარება ეს ხელოვნური ინტელექტი და სხვა ბიოტექნოლოგია ვიტყოდი. და აი დავამატებდი ისიც, რაც რო ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს გონია და კიდევ შეცდომაში შედიან ხოლმე, რომ ნატურალური რო აწერია ნიშნავს სუფთას. ესეც ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სატყუა რა მომხმარებლისთვის ბრენდების მიერ გადმოგდებული, იმიტომ რომ ნატურალური არ ნიშნავს სასარგებლოს და სუფთას, კი. იმიტომ რომ ნატურალური შეიძლება იყოს წარმოშობით ნატურალური, მაგრამ შემდეგ ისეა დამუშავებული ან შერეული ისეთ ინგრედიენტთან ერთად, რომელიც უკვე მას აღარ ხდის სრულად ნატურალურს. როგორც გავიგე, პირველი სახე იყოს ნატურალური, მაგრამ მერე უკვე ისეთ ინგრედიენტებს ურევენ, რომ აღარ არის ნატურალური და მაინც უფლება აქვთ, რომ დააწერონ, რომ ნატურალურია. კი. აქვთ და იმესაც გეტყვით, იცით რა არის, ევროკავშირს უფრო რთული და მკაცრი რეგულაციები აქვს, აი ჩვენ ვიდრე ამერიკას და ეხლა ამერიკაც ცვლის მოკრა კანონი შემოიღეს, რომლებიც უახლოვდებიან ევროკავშირის მოთხოვნებს ამ კანის მოვლის საშუალებების ფორმულაციის დროს, რა პროცენტამდე რა შეიძლება იყოს დაშვებული და ვიტყოდი, რომ ევროკავშირი ითხოვს იმდენად დეტალურად, ეხლა ჩვენ როდესაც ჩვენი ყველა ფორმულა არის ევროკავშირის რეგულაციების დაცვით შექმნილი და იქ თხოვენ აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტის წარმომავლობის სერტიფიკატს და სერტიფიკატს, რომ ეს იმდენად სუფთა ფორმით არის რომელიმე კონკრეტული ინგრედიენტი მიღებული, რომ არ შეიცავს, არ არის დაბინძურებული ან სხვა საშუალებებით. შესაბამისად, ამას გვერდს ვერ აუღლი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი გამჭვირვალე იყოს ყველა მომხმარებელთან, ყველა ბრენდი და ყველა მწარმოებელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ეს, რომ გავითვალისწინოთ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ, როდესაც აწარი 6 თვე ან 12 თვე შენახვის ვადა. ეს არის გახსნიდან? ნახეთ, ორი ვადა არსებობს. არის თაროზე შენახვის ვადა და გახსნიდან ვადა. როდესაც შეფუთვაზე არის ახატია ყოველთვის 9, 6, 9, 12, კი, ეს ნიშნავს იმას, რომ
ფორმულა მდგრადია, ანუ პოტენტურია, ამ გახსნიდან ამდენი თვის მანძილზე 6, 9, 12 ან 18. შემდეგში უკვე სასურველია მისი, ასე ვთქვათ, გადაგდება და ახალი პროდუქტის შეძენა. და ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და არ ვურჩევ არავის, რომ ეს სახში დამზადებული კრემები იხმარონ. აგვიხსენი რატო? არაფრით არ შეიძლება, ანუ იცით რა არის, ეს ადრე იყო ძალიან პოპულარული და ეხლაც ვიცი რომ ბევრი სარგებლობს ხოლმე ამ დერმატოლოგების მიერ დამზადებული პროდუქტისგან. შეიძლება კოსმეტოლოგების, ხო დერმატოლოგი კიდევ უფრო იცით რა არის, შეიძლება ძალიან კარგი კოსმეტოლოგი იყო, ძალიან კაი დერმატოლოგი, მაგრამ ეს იმხელა ლაბორატორიულ კვლევას, შემდგომში სტაბილიზაციის ტესტირების გავლას, მიკრობიული ტესტირების გავლას და უამრავ ტესტირებას გადის პროდუქტი, სანამ ის აღმოჩნდება თაროზე. ეს არის აუცილებელი. თუ ტესტირება ვერ გაიარა პროდუქტმა, ის არ გამოდის ბაზარზე გასაყიდად, იმიტომ რომ შეიძლება განუვითარდეს სოკო, სხვადასხვა ბაქტერიები და კანი უარეს მდგომარეობაში ჩავაგდოთ, იმიტომ რომ კანში თუ შეღწია რაიმე სახით ბაქტერია, შემდეგ მისი მკურნალობა სამწუხაროდ უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ცოტა ძვირადღირებული საცხის ძალიან საფრთხილოა და არავის არ ვურჩევ ესე სახში დამზადებული პროდუქტების გამოყენებას. და ისე ის სახში ვთქვათ უბრალოდ აი რა ინგრედიენტები არის კანის დასატენიანებლად, აი იმ წამსვე რომ გააკეთო და ვთქვათ იხმაროან ნიღბებიან, აი არ ვიცი, დაიტანიანო. იცით რა არის, ძალიან მარტივია სახში იხმარო, როგორც არის ქოქოსის ზეთს ხმარობენ ასევე ალბათ უნდა გავითვალისწინოთ რომ extra virgin ცივი დასურველია, თუმცა იცით რა არის, აი კანის ტიპსაც ძალიან კარგად უნდა იცნობდე კანის ტიპს, როდესაც საკუთარ თავზე ცდილობ ხოლმე რომ ექსპერიმენტები ატარო, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები, ვისაც ჯოჯობა ზეთი, რომელიც ჰიპოალერგიულია, არის ძალიან ძალიან სუფთა პროდუქტი, აქვთ ამაზე ალერგია. ეს იმიტომ რომ შეიძლება ის კონკრეტული ჯოჯობა ზეთი არ იყოს ძალიან რაფინირებული და შეიცავდეს ცვილს, რომელმაც ასე ვთქვათ, ჩაკეტოს ფორა, გააჩინოს გამონაყარი ან მეტი რაოდენობით გადაახუროს უჯრედი, ვინაიდან კეტავს მას და შესაბამისად რაფინირებულში რას გულისხმობს სისუფთავეს ალბათ. კი, სისუფთავეს, ანუ რაფინირებული ზეთი ხო იცი სხვა არა. ხო, აი გარი რომ ზოგადად არ არის საჭირო რომ საჭმლის ინგრედიენტები, კი, უწყინარია ესე შეიძლება ძალიან კარგია, მაგალითად კეფირის და მაწვნის, ხო, იმიტომ რომ პრობიოტიკებს და პრებიოტიკებს შეიცავს, რაც მიკრობიომისთვის, კანის მიკრობიომისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ კანის მიკრობიომი ანუ ზედადამცავი ფენა მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანისთვის, რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი მეტად უფრო. და იყო ვთქვათ პოპულარული რაღაც ვთქვათ კეფირი, შვრია, აი ესეთი ნიღბები და იმ წამს აკეთებენ, იდებენ და რაღაც გადაჭიმული კარგი ეფექტი აქვს. არის შვრიაც და ვიტყოდი ასევე ბრინჯის ნახშირზეც, იმიტომ რომ ბრინჯის წყალი არის ძალიან ეფექტური, კანის ძალიან ბევრ სხვადასხვა პეპტიდებსაც შეიცავს ის და ბევრ სასარგებლო კანის დამატენიანებელ ინგრედიენტს. ესეთი საშუალება არის, რა თქმა უნდა, მისაღები 1000-ში ერთხელ, მაგრამ ბიოტექნოლოგია და ტექნოლოგია ესე ვითარდება, რომ იცით რა არის, როდესაც უკვე გრძელვადიანად გვინდა ხოლმე შედეგის მიღება კანზე, უკვე მნიშვნელობა აქვს მოლეკულის ზომას. ასევე რასთან ერთად არის ფორმულირებული, ანუ შეიძლება რაღაცა ინგრედიენტი რაღაც ინგრედიენტს უფრო ეხმარება და უფრო ეფექტურს ხდის. ამ პირიქით არ ხდის, ანუ რასთან უნდა ვიხმაროთ, იქაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. რასთან ერთად? კი, იმიტომ რომ შეიძლება იდეალური პროდუქტები გქონდეს, მაგრამ არასწორად ხმარების შემთხვევაში აბსოლუტურად გავაქარწყლოთ მათი ეფექტურობა. ასევე შეგიძლია გითხრა, აი თხელი კანის მოვლა როგორ ხდება? თქვათ მშრალი კანის მოვლა, ვიცი რომ კიდე რთულია, ხო? ძალიან რთულია. თხელი კანის პრობლემა განსაკუთრებით თვალის გარშემო ხოლმე ასევე არის იმიტომ რომ ძალიან მარტივად რეაგირებს მჟავებზე, ძალიან მარტივად მჟავებს, მათ შორის C ვიტამინზეც, იმიტომ რომ C ვიტამინის მჟავის ერთ-ერთი სახეობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ინგრედიენტები. და ხშირად არის ხოლმე რომ თხელ კანს ასევე აქვს დამახასიათებელი სეზონზე, ასე ვთქვათ, თვალებადობა ფერის ხოლმე, როდესაც აი იწვება ადგილ-ადგილ ჭრელდება კანი და იწვევს, ასე ვთქვათ, არათანაბარი კანის სტრუქტურას, ან ჩანს კაპილარები უფრო მეტად გამოკვეთილია, სისხლძარღვები და
ყველაზე მეტად არის ეს კიდე თვალის გარშემო შესამჩნევი და ურთულესი მოსავლელი. და აი გამიგია რომ თქვათ ამბობენ რომ თვალის კრემი თითქოს ღამე არ უნდა იხმარო, იმიტომ რომ აქტიურებს ამ ნაოჭებს. მაგალითად მე რომელ ბრენდსაც ხმარობ, იქ პირიქით გეუბნებიან რომ არ იხმარო და აი ხო, როგორ არის სწორი? იცით რა არის? ამიტომ ყოველთვის არის ხომე რომ ეს კონტექსტიდან, როდესაც კონკრეტული მწარმოებელი გეუბნება რომ მითითებას დირექტივას გაძლევს რა როგორ უნდა იხმარო, ეს რა თქმა უნდა გამომდინარეობს იქიდან რა ინგრედიენტი შედის ამ კონკრეტულ თვალის საცხში. არ არის ეს არის მაგ კონკრეტული თვალის საცხის ინსტრუქცია, მაგრამ არ ნიშნავს რომ სხვა თვალის კრემსაც იგივენაირი და არა ზოგადი. არა ზოგადი. აი, ამიტომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რომ ეს არ შეიძლება ღამე, ეს არ შეიძლება დღე, არის არასწორი და არასიღრმისეული მიდგომა, იმიტომ რომ გააჩნია რა ინგრედიენტებით არის ფორმულირებული. თუ არის ისეთი ინგრედიენტი, რომელიც პირიქით ამშვიდებს კანს და ატენიანებს კანს, მაგ შემთხვევაში პირიქით სასურველია და რომელიც ასე ვთქვათ, თვალის გარშემო კანი ძალიან მარტივად შრება ასევე და რთულია ხომ რომ შეინარჩუნო და არ აორწყდეს, ანუ ტრანსეპიდერმული გაუწყლოვანება არ მოხდეს კანის და შესაბამისად ხშირად კარგია, როდესაც ისე თვალის საცხს ხმარობთ, თუნდაც ღამე რომ არ გამოაშროს თვალის გარშემო კანი. არის თვალის კრემი, რომელსაც შეიცავს პეპტიდებს. ნუ ეს პეპტიდებიც ძალიან ბევრნაირი პეპტიდია, ხო? კონკრეტულად რომელ პეპტიდს შეიცავს? სიგნალის გადამცემ პეპტიდს შეიცავს, მატარებელ პეპტიდს შეიცავს ნეირომოდულატორ პეპტიდს, რომელსაც ასე ვთქვათ ბოტოქსის ეფექტის მაგალითად. ალბათ რაც უფრო დღისით იხმარება, კი, რა თქმა უნდა, დღისით იხმარება, რაც ასე ახდენს კუნთის ასე ვთქვათ მოდუნებას, ხო, ოდნავ რო წვრილნავჭების საწინააღმდეგო. მაგრამ აი მას არ აქვს თქვათ რამე უკუჩვენება. იცით რა არის კვლევების მიხედვით არ აქვს, თუმცა იცით რა არის, ესეც ცოტა ისეთი საკითხია ხოლმე ამ ინდუსტრიაში, რომ ხშირად არის კვლევები, რომლებიც არის დასპონსორებული რომელიმე კონკრეტული ინგრედიენტის მწარმოებლის მიერ, ან თვითონ ბრენდის მიერ. აი, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, რომ ყოველთვის რომ ესე ზოგადად რომ ეს ცუდი ან ეს კარგია, შეიძლება არის რაღაცები კი ნამდვილად რაც ცუდია ან კარგია, მაგრამ არის ინგრედიენტები, რაზეც ამბობენ ცუდია, მაგრამ არ არის ცუდი, იმიტომ რომ გააჩნია დოზირებას, გააჩნია რა ფორმით არის, როგორ არის ფორმულირებული, ამ პირიქით ინგრედიენტი, რომელიც შეიძლება აი ესე იყოს, ასე ვთქვათ, შეფუთული, რომელიც ცუდია, მაგრამ რეალურად ფურცელზე ვერ დაამტკიცებ. რატომ ხდება, რომ აქვთ უფლება არ დააწერონ ის კონკრეტული ინგრედიენტები ამ პროდუქტს, რასაც შეიცავს რეალურად? ორი მიზეზი არსებობს ამის. პირველი არის ინტელექტუალური საკუთრება, ანუ ბრენდს სურს რომ დაიცვას საიდუმლოდ ბრენდის ფორმულა. ასე ვთქვათ რეცეპტი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ბრენდი არის, რომლის ასე ვთქვათ ფორმულა ძალიან მსგავსია, უკუ ინჟინერიას ეძახიან ამ მარტივად შეუძლიათ მე ბრენდებს მოიპარონ ერთმანეთისგან ეს ფორმულა. თავდაცვის მიზნით. თავდაცვის მიზნით. კანონი არ გავალდებულებს დააწერო ინგრედიენტის პროცენტულობა, თუ ის უფრო ნაკლებია საშიშ ზღვარზე. მაგალითად, ფენოქსიეთანოლი, რომელიც ასეთი პრეზერვატივის ფორმა არის ფორმულის, თუ არის 1%-ზე ქვემოთ, ხო, მისი, ანუ ის აღარ ითვლება საშიშ ინგრედიენტად და შესაბამისად მას გამოყენებაც მარტივია. და რეალურად არ არის საშიში, რახან 1%-ზე ნაკლებია აქვს. არ არის. კი, კვლევები აჩვენებს, რომ არ არის 0.5, 0.8 არის მისაღები ფორმა და არანაირად არ ავნებს ორგანიზმს ან უჯრედებს. ნუ კვლევები აჩვენებს ბოლო კვლევები ამას. ან რეალურად მე რომ მაქვს ეს რაღაც იუკას აპლიკაცია, ეს სტაფილო ახატია, მაყურებელს თუ აინტერესებს, ვასკანერებ თითქმის ყველაფერს და თუ სადმე წითელი ანთებს, მოკლედ იმას საერთოდ არ ვეკარები, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც ნუ რაღაც სტაფილოსფერი, ან თქვათ ყვითელი, ნუ მწვანეს სანამ ანთებს, ვიცი რომ მაინც შესაძლებელია გამოიყენო. ალბათ ამ მიზეზის გამო, რომ შეიცავს რაღაც, ესე იგი ნივთიერებას, მაგრამ ზღვარი არის დაცული, ხო? ესეა, ეს იუკას აპლიკაცია ძალიან დიდი კონტროვერსია გამოიწვია, იმიტომ რომ მომხმარებელი მარტივად
ასე ვთქვათ, წყვეტს უკვე ის პროდუქტი შეიძლება იყოს ძალიან უსაფრთხო, მაგრამ როდესაც ხედავს რომ რაღაცა უკვე მწვანე არ არის ინგრედიენტი, ავტომატურად აღარ გსიამოვნებს. აღარ გსიამოვნებს, მაგრამ ესეც არ არის სწორი მიდგომა და გეტყვით რატომ, რომ არც ერთი ინგრედიენტი, მით უმეტეს თუ ევროკავშირის რეგულაციების დაცვით არის შექმნილი და ეხლა კიდე უფრო გამკაცრდა, არის რაღაცა ბრენდები, ვიტყვი ამერიკული ბრენდები, რომლებმაც უკვე უნდა შეწყვიტონ რაღაც კონკრეტული რეტინოლების ან რაღაცა ინგრედიენტების გაყიდვა, რეალიზაცია ევროპაში, იმიტომ რომ ზღვარს აჭარბებს და ევროკავშირი კიდე უფრო და უფრო ქვემოთ წევს ყველა პროცენტულობას ამ ინგრედიენტების, რაც ოდნავ შეიძლება საშიში იყოს და იუკა აი რატომ გვინდა ევროკავშირი? თუნდაც, კი ბატონო, იცით რა არის, ძალიან მკაცრად არეგულირებენ ამ თავისმოვლის საშუალებების, ასე ვთქვათ, გაყიდვის თემას, იმიტომ რომ თვლიან, რომ პირდაპირ, კვლევები აჩვენებს პირდაპირ, რომ არის ძალიან საფრთხის შემცველი, აი C ვიტამინიც მაგალითად ამერიკაში C ვიტამინი ზოგადად ელასკორბიკის მჟავა რო იყოს ეფექტური, უნდა იყოს pH-ის 3-დან 3.5 დონემდე, რაც აკრძალულია ევროკავშირში, იმიტომ რომ კანის გამაღიზიანებლად ითვლება, ნუ ოპტიმალური pH დონე კანისთვის არის 5, ხო? 5-დან 7-მდე და ამ დონეზე C ვიტამინის, ანუ ელასკორბიკის მჟავა კარგავს ეფექტურობას. ანუ აღარ მუშაობს რეალურად. გასაგებია. და მოდი C ვიტამინზეც ვისაუბროთ, რაღაც მე გამიგია, რომ რუჯის დროს არ უნდა იხმაროს ზაფხულში, მაგრამ შენგან ვიცი, რომ სხვანაირად არის და აი როგორ არის სწორი მოხმარება და საერთოდ რა შვება ეს C ვიტამინი ჩვენი სახის განისთვის? C ვიტამინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია, ყველაზე რთული ფორმულაციისთვის და იმიტომ რომ მდგრადობას არ ინარჩუნებს, ძალიან მარტივად იშლება, შეიძლება პროცენტულობით მაღალი იყოს, მაგრამ თაროზე დებისგან დაიშალოს მისი პოტენტურობა და არ ნიშნავს, ამიტომ ძალიან ცოტას შეუძლია ეფექტური C ვიტამინის, ანუ სუფთა C ვიტამინის გაკეთება თუ ეფექტურის? ორივე, იმიტომ რომ იცით როგორია, ელასკორბიკი, რაც ყველაზე, ასე ვთქვათ, ფართოდ და დიდი ხნის მანძილზე შეისწავლებოდა ამ C ვიტამინის ფორმა, ანუ სუფთა ელასკორბიკის მჟავა არის ეს C ვიტამინის ფორმა, რომელიც ანტი-ეიჯინგ, ანუ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტია, კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას უწყობს, ხელს წვრილ ნაოჭებს და გარდა იმისა, რომ აქვს ამ ანტი-ეიჯინგ ეფექტი, მას აქვს ძალიან კარგი UV რადიაციისგან დამცავი ეფექტი. შესაბამისად, C ვიტამინის დამცავთან ერთად შერევა ამ ორი პროდუქტის თვისობრიობას კიდევ უფრო μετად ზრდის და ძალიან კარგია. და ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ზაფხულში ხმარება, ნიშნავს, რომ ირუჯები. ხო, აი მაგის ზუსტად ეს იყო ჩემი კითხვა, რომ პირიქით ამბობენ, რომ აჭრელებს თითქოს და არ შეიძლება ზაფხულში ამის გამოყენება. დავიწყოთ იმით, რომ არ გავირუჯოთ და არ ავჭრელდებით. გასაგებია. მაგრამ აი როგორ დამცავს გულისხმობ შენ, რამდენ პროცენტიანს, რომ აი ბლოკი საერთოდ რო არ მოგეკაროს გზა ხა? მე პირადად 50. ყველას ვურჩევდი 50, 30-დან ზემოთ. არის აუცილებელი. მე 30-იანს ხმარ. კი, 30-იანის აი 50 ჩემთვის იმდენად მძიმეა. რომ აი მგონია რომ ვერ ვსუნთქო. იცი რა არის თაკო, მე მგონია რომ მძიმე არ არის, რამდენადაც ფორმულა შენთვის ეტყობა მიუღებელი და ეს განკვეცნობიერი მომენტია, ეს 50 და 30 იმდენად ისეთი თემაა, რომ ეს ვერ იგრძნობ თუ ტექსტურას არ ეხება 30-იანი თუ 50-იანი. შესაბამისად სწორი ტექსტურით ან სწორი შემდგომი ეფექტით და გრძნობით თუ შეარჩევ უფრო შეიძლება მტვინშია, ხო? ტვინშია არანაირი განსხვავება არ არის ესე ხილული ფიზიკური, რომ მიხვდე 30-იანი. შენ 50-იანს ხმარო? აუცილებლად ზამთარ ზაფხულ და ძალიან აი ვიტყოდი რა სულ რომ არაფერი არ იხმარო ან არ კონდეს დრო, რომ ბოლომდე ჩაიტანო თავის მოვლის რუტინა. ძისგან დამცავი არის ის, რაც აუცილებლად უნდა წაისვა. და იუკაზე დავამატებდი რა, რაღაცა ძალიან ცოტა გამოგვივიდა C-ზე, ხო, C-ზე ვთქვით და მინდა რატო ვთქვა, იცი რომ იუკას აპლიკაცია არ არის ზუსტი, არის ის რომ იუკა ძალიან განზოგადოებულად და ამოგლეჯილად აძლევს ინფორმაციას მომხმარებლის ინგრედიენტებზე და არ ითვალისწინებს მასში პროცენტულობის შემადგენლობას, ასევე არ ითვალისწინებს როგორ არის ფორმულირებული და ინგრედიენტის წარმომავლობას. მე ვიტყოდი რომ იუკაზე მეტად მე მომწონს ესეთი ვებგვერდია EWG.
რომელიც არა მხოლოდ თავის მოვლის საშუალებების ინგრედიენტებს, არამედ ასევე იძლევა საკვები პროდუქტები. არა, ქართული არ არის. ჯირო თქვი, მაგიტო. EWG, მაგრამ .com. კი. და ყოველთვის აქვს ხოლმე ასე ვთქვათ ანიჭებს ქულებს კარცინოგენულობის და სიმწვანე 1, 2, 3 და ნუ აწითლებს მე. აქვს აპლიკაცია თუ მარტო საიტი? აპლიკაციაც აქვს, ავარაუდოთ რომ არ მოგეთყვა აპლიკაციით არ მიხმარია, ყოველთვის ვებგვერდით კი ვცდილობ ხოლმე მაგის შემოწმებას და უფრო ჩაშლილად არის ინფორმაცია, იუკას უფრო ზედაპირულად აქვს და არ ვიტყოდი რომ იუკას აპლიკაცია არ არის ასე ვთქვათ სამართლიანი ხშირ შემთხვევაში და ჯობია უფრო მეტად ჩავეძიოთ ხოლმე კი შეიძლება ვნახოთ რაღაცა იყოს სტაფილოსფერი, მაგრამ ჯობია რომ გავაკეთოთ მეტი კვლევა კონკრეტულ ხო მე აი კბილის პასტებს განსაკუთრებით იუკათი ვარჩევ და ნუ თუ წვანეს არანთებს თქვათ არ ვყიდულობ და აი იმ ბრენდს რომელსაც მე ვხმარობ იმის კრემები აი თქვათ შრატები იყო ყვითელი და მე ამიხსნეს ზუსტად ის რაც შენ და დამშვიდდი. იცით რა არის აი რა ინგრედიენტების ახლა ჩამოვთვალეთ ცოტა ხნის წინ რაც ვიცით რომ არც ერთ ვარიანტში არ უნდა იყოს ხო და არ არის ასვაი სინთეტიკური პოლიმერები ხო PEG რაც თქვით რაც ინახავს ფორმულას და მის ეფექტურობას და ჯანსაღობას არ არის ასრული, იმიტომ რომ დღეს არსებობს მაგის შემცვლელი ბუნებრივი შემცვლელი ეს პრეზერვატივები, რაც ინახავს. ხო არ ვუთხრათ რა ბუნებრივი პრეზერვატივები არსებობს, რომ ვიცოდეთ ამის თქვათ დასახელება და არის ამ სინთეტიკური პრეზერვატივების შემცვლელი უფრო ნატურალური და ბუნებრივი საშუალებები, როგორიც არის გლიცერილის სტერიატი, ცეტერილ ალკოჰოლი და სუკროს სტერიატიც. და ნუ ყოველ შემთხვევაში უფრო მარტივად გასაცხრელი რო იყოს მომხმარებისთვის, როცა არაწერია PPG ან PEG, რაც ხშირად აქვს ხოლმე საფთიაქო ბრენდებს, მაგასაც მივაქციოთ ყურადღება, ეს PEG არ არის სუფთა, თუმცა ნუ დასაშვები ნორმებში შეიძლება ზღვარში იყოს, მაგრამ ნუ როცა არსებობს არჩევანი სუფთას და არასუფთას შორის რატომ? ნუ მაინც ირჩევ სუფთას თუ გაქვს მაგის თქვათ ცოდნა და ჯობია რომ აირჩიოს სუფთა. რატომ ამბობენ რომ არ არის სასურველად და რეკომენდირებული C ვიტამინის ზაფხულში ხმარება, რაც არ არის სწორი. მიდგომა. პირველი არ უნდა გავირუჯოთ. ეს არის ასე ვთქვათ, არა ამის ასე ვთქვათ, ამოგდება რუტინიდან არ შეიძლება. შემდეგში ის რომ ვინედან ეს არის მჟავის ფორმაც შესაბამისად, მზეზე შეიძლება რეაქცია გქონდეს, გააწითლოს ან გაღიზიანება გამოიწვიოს. ერთი, მეორე ის ოქსიდაცია მოხდეს C ვიტამინის და დაკარგოს პოტენტურობა. შესაბამისად და ნუ ისიც რომ მას როდესაც ხმარობ ზაფხულის პერიოდში და ირუჯები ორ ზიანს აყენებ, ასე ვთქვათ, პროდუქტს აფუჭებ, კანს აჭრელებ, აზიანებ და იწვევს გაღიზიანებას. ეს შეჭრელე მაქედან. ხო, ნუ ამიტომ ამბობენ არ იხმაროთ, იმიტომ რომ ძირითადად ხალხი ირუჯება. აბსოლუტურად ძალიან პირიქით უნდა იხმაროთ, ვინაიდან როგორც ვთქვი, ეს იცავს და UV სხივებისგან დამცავი ეფექტი აქვს C ვიტამინს და ძალიან კარგია. და დამცავი უნდა დამცავთან ერთად კი ერთად ეს ორი ინგრედიენტი არის ინგრედიენტები. როგორ უნდა აურიო თუ ჯერ C და მერე დამცავი. ჯერ C და შემდეგ დამცავი. როგორც ვიცი, არსებობს უკვე ბრენდები, რომლებიც უკვე უშვებენ ისეთ დამცავებს, რომლებშიც C ვიტამინი შედის და ზუსტად ამ პრინციპით, რომ ორმაგი დაცვა გაქვს მზის სხივებისგან. მოდი ვისაუბროთ თვალის მოვლაზე უფრო კიდე ჩავშალოთ. ნუ თვალის მოვა ეს ისეთი თემაა ყველასთვის ყველაზე უფრო იმიტომ რომ არის ვთქვათ რაღაც კოსმეტიკური საშუალებები, ვთქვათ ბოტოქსი, მე არ მიყვარს ძალიან პირადად. და აი რო ავერიდოთ ვთქვათ და ბუნებრივად დავიბეროთ თვალი, როგორ უნდა მოვერიოთ ნაოჭებს? ნაოჭებს თვალის გარშემო მოვერავით პეპტიდებით. ნუ პეპტიდები ვიცით რაც არის, ეს არის მოდი ვთქვათ, მაინც მაყურებელს კარგად ავუხსნათ. პეპტიდები არის ამინომჟავების, ესე იგი ჯაჭვი, მოკლე ჯაჭვი, რომელიც არის ესე იგი საშენი მასალა, ჩვენ პროტეინის გამომმუშავებელი, როგორც არის ელასტინი, კოლაგენი ჩვენი კანისთვის. პეპტიდების სხვადასხვა სახეობა არსებობს. ეს პეპტიდები არის აი კოლაგენის სახით უფრო იციან ხოლმე, რომ კოლაგენს აქვს უფრო დიდი მოლეკულა და არ შეღწევადობა ნაკლები აქვს ან ქვეშ, ნუ პეპტიდებს უფრო აქვს. პეპტიდები არის სიგნალური პეპტიდები, რომელიც ასე ვთქვათ, სიგნალს აწვდის, ესე ვთქვათ, მესენჯერია აწვდის
უჯრედებს, რომ გამოიმუშაოს კოლაგენი და ელასტინი, არსებობს ასევე მატარებელი პეპტიდები, რომლებიც მაგალითად მინერალებს მიაბავენ ამ კონკრეტულ უჯრედებს და იმას შემდეგ მიაქვს მარტივი შეღწევადობას. გადააქვს მინერალები, ანუ ერთი უჯრედიდან, სადაც საჭიროა მეორეში და არსებობს ასე რომ ნეირომოდულატორი და DNA-ის მოდულატორი პეპტიდები, რასაც ვიძახით ბოტოქსის ეფექტი აქ, ეს არის აცეტილჰექსაპეპტიდი 8 ნომერი, რომელსაც ეძახიან ასე ვთქვათ ბოტოქსის ჩამანაცვლებელს, იმიტომ რომ ადუნებს კუნთს და გრძელვადიანი მოხმარების შემდეგ შესაბამისად ამცირებს ნაოჭების წარმოშობას. Რა თქმა უნდა, ეს მინიმუმ 3 თვე მაინც უნდა ვიხმაროთ და დღისით ალბათ, როგორც დღისით და საღამოთ. იცით რა არის? ძალიან მნიშვნელოვანია ხომ რომ ვიცოდეთ რა შეიცავს ფორმულა, რომ გადავწყვიტოთ დღისით თუ ღამით. ეს კონკრეტული შეიძლება დღისითაც და ღამით. ალბათ ეწერება. მაგრამ დიახ, რეტინოლთან ერთად არ არის რეკომენდირებული, იმიტომ პეპტიდები? კი, იმიტომ რომ რეტინოლთან პეპტიდები, ანუ ერთდროულად ხმარება არ არის რეკომენდირებული, ვამბობ, იმიტომ რომ პეპტიდების ეფექტურობას ასე ვთქვათ, ამ დაბლაძებს კი. და შესაბამისად არ არის კარგი რომ ვიხმაროთ, როგორც C ვიტამინი რეტინოლთან ერთად არ უნდა ვიხმაროთ. ანუ არის ინგრედიენტები, რაც ერთმანეთის თვისობრიობას აუმჯობესებენ და არის ინგრედიენტები, რაც პირიქით ხელს უშლიან და აბსოლუტურად არაეფექტურს ხდიან ორივე პროდუქტი. შესაბამისად შეიძლება ვიხმაროთ გადასარევი პროდუქტები, მაგრამ არასწორად და ვერ მივიღოთ შედეგი. და ეს პეპტიდები, აი შეიძლება რომ 3-ვე პეპტიდი იყოს ერთ კრემში და იყოს შეიძლება, კი. როგორ არ შეიძლება იყოს ტრიპეპტიდები, პოლიპეპტიდები, ჰექსაპეპტიდები შეიძლება, თუმცა ვიტყოდი იმას, რომ აუცილებლად მიაქციეთ ხოლმე ყურადღებას ბრენდს და ფასს და რატო. პეპტიდები ცოტა ძვირადღირებული ინგრედიენტია, შესაბამისად, რაც უფრო მაღალი პროცენტულობით არის, 3-ზე ზემოთ უნდა იყოს მაინც პროცენტულობით ხოლმე. დაწერია. იცით რა არის ბრენდებს, რომლებიც მართლა პოტენტურ, ანუ ვთქვათ, დიდი რაოდენობით დებენ ამ პეპტიდებს, აწერენ რა რაოდენობის, რა პროცენტულობის პეპტიდებს შეიძლება. რო პირიქით შეიძინა და ამით იმიტომ რომ ვიცით, რომ პეპტიდები თუ საკმარისი პროცენტულობით არ არის და მინიმალური პროცენტულობით არის, არანაირ ეფექტს არ მოგცემს, ის უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია. როგორც ჩვენ რო ფორმულაციას ვიწყებდით ხოლმე პროდუქტების ნულიდან, გვეკითხებოდნენ ეს ინგრედიენტი, აი, როდესაც უკვე სიას ვაწვდიდით ლაბორატორიის ეს ქიმიურ განყოფილებას, ეს ინგრედიენტი მარკეტინგულ დონეზე დავსვათ თუ ეფექტურ დონეზე და თავიდან ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შოკი იყო, იმიტომ რომ მარკეტინგულ დონეზე რა აზრი აქვს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბრენდები ამას აქტიურად იყენებენ ამ ხრიკს და შესაბამისად ვინც დიდი დოზით დებს აქტივებს, ეძახიან ამ აქტიურ ინდივიდუერებს პირიქით აწერენ, რა თქმა უნდა. გასაგებია. და მოდი რეტინოლზეც ვისაუბროთ. რა არის რეტინოლი და რა შემთხვევებში ვხმარობთ, რა შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული? რეტინოლი არის ვიტყოდი C ვიტამინთან ერთად ერთ-ერთი ასე ვთქვათ კლინიკურად გამყარებული ინგრედიენტი ეფექტურობის თვალსაზრისით და ძალიან კარგი A ვიტამინის ფორმაა. აქედან დავიწყოთ რეტინოლი. რეტინოლის სხვადასხვა ფორმები არსებობს, რეტინოლი, რეტინალი და ნუ ტრეტინონი უკვე ეს არის, როდესაც ხდება მისი რეცეპტით გამოწერა სიძლიერიდან გამომდინარე. რეტინოლი არის არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კანის უჯრედების განახლებას უწყობს ხელს, ასე ვთქვათ, ციკლს სწრაფად, რაც აუცილებელია, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეს კანი. იდეალურია იმათთვის, ვისაც გამონაყარი აწუხებს, ასევე ასქელებს კანის სტრუქტურას. ხელი კანისთვის კარგია? დიახ, კარგია. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა, ფორმას და მივაქციოთ დოზას. და რა არის მნიშვნელოვანი, რომ რეტინოლიც მათ შორის ძალიან რთული საფორმულაციო პროდუქტია, იმიტომ ინგრედიენტია, იმიტომ რომ მარტივად იშლება ესეც სამწუხაროდ, ანუ ქიმიურად, როდესაც ლაბორატორიაში ხდება დამუშავება, უნდა იყოს ან კაფსულაში მოქცეული, მაგასაც მნიშვნელოვანია ხოლმე რომ ყურადღება მივაქციოთ. რას ნიშნავს კაფსულაში? რას ნიშნავს და მოლეკულის კაფსულაში მოქცევა ხდება. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ლიპოსომურ კაფსულაში, ანუ ზეთოვან კაფსულაში, რაც შემდეგ კანზე წასმის შემთხვევაში ის შეღწევის შემდეგ იხსნება და აქტიურდება, რაც უნარჩუნებს მას პოტენტურობას და გარდაიქმნის რეტინოლი, შემდეგ რეტინალის მჟავად გარდაიქმნება, რაც უკვე აქტიური ფორმაა და შესაბამისად ანტიეიჯინგის ეფექტს აძლევს კანს. და ვინც ირუჯება, მათთვის არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება. არანაირი მჟავა, ეს რეტინოლის მჟავა
არანაირი ამ ქერცლი მჟავებით როგორც არის მძემჟავა, გლიკოლის მჟავა ჩემი უსაყვარლესი ინგრედიენტია ბევრი თვისების გამო, არაფრით არ შეიძლება გარუჯვის შემთხვევაში და მოდი ნუ გავირუჯებით. ჩემი აზრით არასერიოზულად მე მეჩვენება ხოლმე, როდესაც სერიოზული კანის მოვლის, ასე ვთქვათ, რუტინაზე მესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან ისეთი გაშოვებები. ნუ გავირუჯებით. და აი როგორ იცავ თავს, რომ საერთოდ არ გაირუჯო? მე პრინციპში იმიტომ რომ 30-იან ხმარობ, მზეზე ესე აღარ ვწევარ, სუქოლგის ქვეშ ვარ და ნუ მაინც ოდნავ ფერი მაქვს ხოლმე. ხშირ შემთხვევაში, მაგრამ დიდხანს აღარ ვჩერდები. რა შეცდომასაც ვუშვებთ ხოლმე, ყველანი ალბათ ვიტყოდი არის ის, რომ არ ვახდენთ SPF-ის, ანუ ამ დამცავის 2 საათში ერთხელ განახლებას კანს. მე ვაკეთებ ამას, მაგრამ ერთხელ 30 არ მიშ. იცით რა არის ოდნავ შეფერილობა, მაინც აღწევს. იცით რა არის ეს ხივები ფილტრავს. ხო, ხშირ შემთხვევაში აღწევს დამაზიანებელი, ასე ვთქვათ, ულტრაბგერითის ხივებისგან გიცავს. და ნუ ოდნავ რუჯს მაინც იღებ, მაგრამ ვიტყოდი რომ ვინაიდან ეს უკვე ნებისმიერი რუჯი კანს ახურებს, იწვევს ინფლამაციას, გლიკაციას, არ არის სასურველი და მოვერიდოთ და SPF-ის ასე ვთქვათ 2 საათში ერთხელ გადასმა არის მნიშვნელოვანი კანისთვის. ანუ შენ როდესაც ხარ ისვენებ ზღვაზე, იმიტომ რომ ზღვა მაინც უფრო ისეთი ხა აუზზე ვთქვათ დაიცავ თავს. 50%-იან ეს SPF-ს ხმარობ 2 საათში ერთხელ. მე როდესაც ზღვაზე ვიცინებ, ვიშენებ, არის ძალიან სასაცილო, აი რო დამინახოთ, მისვია SPF 50, მახურავს დიდი ქუდი, მისვია ორნაირი SPF-ი, ერთსვერვენდობი და ასევე სახეზე მაფარია, პირსახოცი ან მაისური. და ნუ ვიგუდები აირი არ მყოფნის, მაგრამ ნუ ძალიან მიყვარს ზღვის სანაპიროზე ყოფნა. იყო პერიოდი სამწუხაროდ უნდა ვაღიარო თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ძალიან ვირუჯებოდი და ხშირ შემთხვევაში აი მაგ პერიოდში დაშვებულ შეცდომებს იმკი, შემდგომში უკვე 30-იანებში, 40-იანებში უკვე კანი იწყებს გამომჟღავნებას, როგორ ექცეოდი შენ კანს 20-იან წლებში. მე აი ჩემი დაშვებული შეცდომები, რომ თინეიჯერობის პერიოდში საერთოდ დამცავს კი არა, პირიქით ზეთებს ხმარობდი და დავიზიანე ხო სხეულზეგანი და რაღაც აი პატარა თეთრი წერტილები ალაგ-ალაგ შეიმჩნევა და მითხრეს, რომ ეს ამის ბრალია. კი, მეც მქონდა მელაზმა გავიჩინე. როგორ მოირჩინე? აი ძალიან მელაზმა ზოგადად მოდი შევთვალოთ არ იკურნება, მელაზმის მიძინება ხდება და ეს ხდება ზუსტად ამ პრინციპით, რომ არ უნდა მოხდეს უჯრედების გადახურება, რაც იწვევს ამ მელანოციტების, ასე ვთქვათ, გააქტიურებას, არ უნდა გავირიჯოთ, მაქსიმალურად მოვერიდოთ მზეს და შესაბამისად გავიქრა. ხო რა და მითხრეს რომ ბრაშიც თითქოს და სკრაბიც არ შეიძლებაო და მართალია. იცით რა არის? აი ეგეც არის ძალიან ისეთი საკითხი, რომ ხშირად გონიათ ხოლმე რომ რაც უფრო მეტად გაიხეხავენ სახეს და აიძრობენ ზედაფენას, უკეთესი არავითარ შემთხვევაში, კანის ბარიერს თუ დავაზიანებთ, აქედან იწყება პირველი პრობლემები, ბაქტერიების შეღწევა, კანის გაღიზიანება, შემდეგში სხვა პროდუქტებს რო ისმევ და წვის შეგრძნება გიჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კანის ბარიერი დაზიანებული გაქვს და მას სჭირდება აღდგენა კერამიდებით. კერამიდები არის ასე ვთქვათ შემავსებელი, რაც ავსებს ამ ზედაპირს, ხო? ესე ვთქვათ საშენ ბლოკებს ეძახიან კერამიდებს და ეს კერამიდები თვითონ კრემი შეიცავს ამ კერამიდებს? კრემი შეიცავს, აუცილებლად აწერია ხოლმე ყოველთვის შევარჩიოთ, რომ კერამიდები MP ან რუბლიც ან ახდენს ანუ კანის ზედაპირის გამთლიანებას და ეს თუ არ გვაქვს პირველ რიგში ჩვენ ასე ვთქვათ ეს ბარიერი თუ არ არის აღდგენილი და mogorებული ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კანს გამონაყარი, გაღიზიანებული კანი და ბაქტერია და სხვადასხვა პრობლემები. ამიტომ ბარიერის აღდგენა და ასევე ასაკში რაც უფრო 40 წლის მერე კანს ცოტა სხვანაირი მოვლა უნდა, როცა უფრო მეტად ვრთავთ ჩვენ. კი, ეს მეკითხა, მოდი მოგვიყევი 40 წლის შემდეგ რა განსხვავებაა, ვთქვათ, როგორ ვუვლით კანს? განსხვავება არის იმაში, რომ ვიწყებთ უკვე პეპტიდების, ასე ვთქვათ, შემოტანას აქტიურად, რეტინოლის ძალიან აქტიურად ხმარებას, აუცილებელია ქიმიური პილინგები,
მაგრამ ესეც უნდა იყოს დოზირებული სახით, კანის ტიპიდან გამომდინარე, რასაკვირველია და დარეგულირდეს შემდეგ უკვე კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი გირჩევთ რა ჯობია 10%, 15, 20 და შესაბამისად ეს ყველაფერი არის აუცილებლად მისაღები ასე ვთქვათ ხედველობაში და ხშირ შემთხვევაში როდესაც აი პერიმენოპაუზის დროსაც კანი ძალიან იცვლება და ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ასევე გავამახვილო ყურადღება, რასაც ხშირად ხოლმე აბრალებენ ამ ჰორმონალურ აკნეს რო ეძახიან, აი 40 წლის მერე რო ეწყებათ, ხო? ხშირ შემთხვევაში საკვები დანამატებად შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური გამონაყარი. მეტი რაოდენობით D ვიტამინის, ცინკის და B12-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებით. როცა არ გჭირდება. როცა არ და ალბათ გჭირდება. ანალიზს არიღებ და უბრალოდ სვამ, ხო? კი. და თუ ეს ინგრედიენტები შეიძლება იყოს ისეთ შეიძლება არიღებდე პირდაპირ ცინკს ან B12-ს ან D ვიტამინს, მაგრამ სვავდე სხვა დანამატებს, რაც არის ასე ვთქვათ გონებრივი შესაძლებლობების რომელიც შეიცავს. კი, რომელიც შეიცავს. ამიტომ შეიძლება ეგეც ერთ-ერთი მიზეზი იყოს, აი ჰორმონალური აკნის გამომწვევი, რაც სასაკში არის ხოლმე. და კიდევ ვიტყოდი, რომ მზის განდაცვა აუცილებელია და შესაბამისად მნიშვნელოვანი C ვიტამინის სწორი ფორმის შერჩევა კანისთვის. აუცილებელი. გვანცა უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და იმედი მაქვს მაყურებელი საინტერესო მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებს და გაუფრთხილდება საკუთარ თავს და ასევე შეძლებს სუფთა კრემის შეძენას. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ.